მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 2. უძრავი სხეულები ერთდროულად ამოძრავდა ურთიერთმართობულ წრფივ ტრაექტორიებზე 0.3 მ²-ი და 0.4 მ² აჩქარებებითო და ვაკითხებიან რის სიტყვი იქნება მათი ფარდობითი სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 10 წამის შემდეგ. ესე იგი ჩავწეროთ ახლა მოცემულობა. მოცემული გვაქვს რომ უძრავი სხეულები ამოძრავდაო შესაბამისად თავიდან ორივე სიჩქარე იყო 0-ის დონე, ხო? 0 მ/წამის დონე. ურთიერთმართობულ წრფებზე ამოძრავდაო, მაშინ სიჩქარეები V1 მართობული იქნება V2-ის, ხო? ასე. შესაბამისად სიჩქარეები იქნება პირველი სხეულის A1 არის 0.3 მ/წ²-იო, A2 არისო 0.4 მ/წ²-იო და რამდენი ხანი მოძრაობდნენ, ესე იგი T-უდრის 10 წამის შემდეგ გვაინტერესებს ჩვენ ფარდობითი სიჩქარე რის ტოლი არის და მოდით V' დავარქვით, კარგით, ამ ფარდობით სიჩქარეს არ იქნება პრობლემა. მოდით ახლა რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ეს სიჩქარეები ახლა ურთიერთმართობულად არის მიმართული, ასე. ეს არის V1 სიჩქარე, ეს არის V2 სიჩქარე და ფარდობითი რა იქნება? ფარდობითი ანახედან რო არ არის დაკონკრეტებული რომლის მიმართ გვაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა მიმართულებას V'-ის რომელს ავირჩევთ. ეს იქნება V' ფარდობითი სიჩქარე და პითაგორას თეორემა რო გამოვიყენოთ ახლა ჩვენ V' რის ტოლი იქნება კვადრატული ფესვი V1-ის კვადრატს პლუს V2-ის კვადრატი, ხო? ასე. მაგრამ მეორე მხრივ V1 რის ტოლია? V1 ტოლია V0 პლუს A1T. V2 ტოლია V0 პლუს A2T. V0-ები ვიკითხეს რომ 0-იაო, ხო? შეგვიძლია ეს. არ გავითვალისწინოთ და ეს უდრის A1 არის 0.3-ჯერ T არის 10, 0.3-ჯერ 10 მოგცემს 3-ს. ხოლო A2 არის რამდენი? 0.4, 0.4-ჯერ 10 მოგცემს 4-ს. შესაბამისად, ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 3-ის კვადრატს 9-ს პლუს 4-ის კვადრატი 16. ეს არის ფესვი 25, რაც ტოლია 5-ის. შესაბამისად, 10 წამის შემდეგ ფარდობითი სიჩქარე V' ტოლი იქნება 5, აქაც დავწეროთ ერთეული, ასე. 5 მ/წამის, 5 მ/წამი, კი ბატონო, ასეთი რაღაცა გამოგვივიდა ახლა ჩვენ. სად არის ეგეთი? პასუხი D.